ეკონომიკა, ენერგეტიკა, ტერიტორიული მთლიანობა და ნატოში გაწევრიანების გზაზე თურქეთის მხარდაჭერა. სწორედ ამ თემებზე იმჯელეს თურქეთის პრეზიდენტმა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. თბილისის სამიტი 2014-ის ფარგლებში თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში დასრულებულია. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების საკითხები და თანამშრომლობის გარღვევების პერსპექტივების განეხილეს. თურქეთის პირველი პირის საქართველოში ვიზიტის ბოლო დღე პრეზიდენტის სასახლეში სტუმრობით დაიწყო. დახვედრის ოფიციალურ ცერემონიალს თურქულ დელეგაციასთან ერთად ქართული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული ელჩები დაესწრნენ. ღონისძიების დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერების პირისპირ შეხვედრა გაიმართა. ოფიციალური ვიზიტი და თბილისის სამიტი 2014 გიორგი მარგველაშვილმა და აბდულა გიულიმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე შეაჯამეს. ეკონომიკა, ენერგეტიკა, ტერიტორიული მთლიანობა, საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე თურქეთის მხარდაჭერა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. აქცენტები ამ თემებზე გაკეთდა. ხაზი გაუსვით იმას, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ეს არის საკითხები, რომელიც არის დაკავშირებული ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციასთან დაკავშირებით და ჩვენ გვაქვს მყარი მხარდაჭერა ჩვენი თურქი პარტნიორების ამ საკითხებთან დაკავშირებით. თურქეთის პრეზიდენტმა ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ყურადღება ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ ურთიერთობაზე გაამახვილა. აბდულა გიულიმ იმ ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელსაც საქართველო და თურქეთი ერთობლივად ახორციელებს. თურქეთისთვის საქართველო ყოველთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, როგორც მეზობელი და როგორც მეგობარი. ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. თურქეთს სჯეროდა და სჯერა, რომ ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას საერთაშორისო პრინციპების შესაბამისად. თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ძალისხმევას და მისწრაფებას ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ასე იქნება მომავალშიც. გამგზავრებამდე თურქეთის პრეზიდენტ ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა. მხარეებმა კიდევ ერთხელ ამჯერად არაფორმალურ გარემოში განიხილეს საქართველო-თურქეთის ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. აბდულა გიულის პირველ ოფიციალურ ვიზიტს მნიშვნელოვნად მიიჩნევენ სამთავრობო გუნდის წევრები. მათი თქმით, საქართველო ოფიციალურ ანკარასთან თანამშრომლობის გაღრმავებას დიდ მნიშვნელობას აინჭებს და თურქეთს სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავს. ეს იყო მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, არა მხოლოდ ორ ქვეყნებს შორის ურთიერთობა, ანუ ორმხრივ ურთიერთობებში, არამედ უკვე სამხრივ ურთიერთობებში, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პროექტი ერთად დაწყებული სამ ქვეყანას. პირველად სამი ქვეყნის ურთიერთობების ისტორიაში უმაღლეს დონეზე სამიტი, ანუ პრეზიდენტების სამხრივი შეხვედრა შედგა და გაიმართა თბილისში, სადაც განხილულ იქნა რეგიონალური თანამშრომლობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები. სახელმწიფო ვიზიტის დასასრულს თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულიმ საქართველოსთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. თურქეთის პრეზიდენტმა დელეგაციასთან ერთად საქართველო უკვე დატოვა.